მადლობა შთამაგონებელი პოდკასტის მორიგი ეპიზოდით მოგესალმებით. შეგახსენებთ, რომ შთამაგონებელ პოდკასტს წარმოგიდგენთ მაღაზია ინგრეივერი და მანუსკრიპტი, პირველი ქართული პრემიუმ კლასის ბლოკნოტების ბრენდი. ჩვენ ვიმყოფებით კაფე სამკაულში, რომელიც სულგრძელად გვითქმობს თავის სივრცეს ჩვენი პოდკასტის ჩასაწერად და დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი სანდრო ნათაძე, ტრადიციული მუსიკის მკვლევარი, სტუდიურად დავასათავე. ხო, ესე გამოვიდა კი. და ჩვენ უცვლელი წამყვანები, მე და სანდრო კვიციანი, ვილაპარაკებთ ხელით წერაზე ტრადიციულად ამ პოდკასტში ამაზე ვილაპარაკობთ ხოლმე. პირველ რიგში მადლობა, რომ შემოგვიერთდი. ერთ-ერთი მიზეზი, რატოც გვინდოდა, რომ სანდროს მოეყოლა და გაეზიარებინა თავისი გამოცდილება, არის ის, რომ სანდრო არის მკვლევარი, ძალიან ბევრს მოგზაურობს საქართველოში, თავისი კვლევის ფარგლებში, ექსპედიციებში და მოკლედ ხელით წერა მისი ცხოვრების აქტიური ნაწილია და აი როგორ დაბრუნდი ხელით ესე აქტიურ წერას და როგორ გაგვიზიარო პირველ რიგში. ხო, აუცილებლად გაგიზიარებთ, მაგრამ იქამდე პირიქით მადლიერება უნდა გამოვხატო მე რომ რაღაცა მეოთხე ეპიზოდი გაქვთ თუ არ ვწდები და მეოთხე ეპიზოდში მომიძვიეთ მე, რომელსაც გამოცდილება არ მაქვს იმდენი დაგროვებული, როგორც თქვენს ან წინასწუმრებს, ან ზოგადად ამ, ესე იგი, კალმებით და ხელით, ესე იგი, ხელით ჩათრეულ ადამიანებს. მოკლედ, საკმაოდ ახალბედა ვარ ამ მიმართულებით, მაგრამ მოკლედ ამით მადლიერი ვარ. თუმცა საინტერესო ისტორიაა ჩემი იმ მხრივ, ვთქვათ, როგორც ახსენეთ ორესა რომ, ესე იგი, როგორ დაუბრუნდი ამ ამბავს. იდეაში არ შემიწყვეტია არა ზოს მუდმივად ეს წერის ამბავი სულ იყო. ბავშვობიდან თავისთავად ის შემდეგ კლავიატურამ თავისთავად რაღაც პროცენტი ჩაანაცვლა, მაგრამ აი ის სხვაჯურის დაუბრუნდი კი არა, უნდა ითქვას რომ ხელით წერით სიამოვნებას კი არ დაუბრუნდი. ფაქტობრივად მე ეხლა ვიგრძენი რომ ეს სასიამოვნო პროცესია და სასიამოვნო შეიძლება იყოს. თურმე სასიამოვნო შეიძლება იყოს, ხო, იმიტომ რომ თავიდან ეს იყო რაღაც ერთგვარი აუცილებლობა, ხო, რომ რაღაც უნდა დაწერო რა, რაღაც დაწერილი. ჩაიწე. ხო, როგორც იტყვიან, ჭყალში ერთი პასტა მომაწოდე რა. აი ეს ამბავი იყო იქამდე რომ რაღაცა დაწერო, მაგრამ შემდეგ როცა ამ სოციალურ ქსელებში ვნახე ვიდეოები თავიდან შენით დაიწყო ეს ამბავი რომ როგორ რო ახდენდი ამ ჭავლური კალმის ამბავს რომ აი როგორია რანაირი ეს ყველას ჰქონდა ნანახი ხანიკ ნუ რაღაცა უცხო არ იყო ყოველ შემთხვევაში მაგრამ ის რომ ესე აქტიურ მოხმარებაში ყოფილიყო და თავ ისე ესე იგი ისე მადის აღმზრდელად ყვებოდი ამ ამბავზე რომ ეს მე ფურცელზე მთელი ამბავი მე თან მანუსკრიპტი ის მეთქი ერთი ცადვა რა ხდება არ უნდა იყოს ცუდი ხო ისეთი ის უკეთდებოდა ამას და ნუ ამას მე შემდეგ ისე მოხდა რომ მაინტერესებდა ისეს მე თან მანუსკრიპტი რაღაც ისე მოხდა რომ ჩემმა ძმამ დაბადების დღეზე მაჩუქა ეს კალამი მარტო კალამი არა ხო მანუსკრიპტი მაჩუქა დედაჩემმა ფაქტობრივად საოჯახო ეს კოლექტიური საჩუქარი ოჯახმა დაგაბრუნა პრაქტიკულად კი კანგასტევინა სიამოვნება ხო და ერთი სიტყვით მას მე ეს დავიწყე, შემდეგ რაღაცა პატარა პრობლემასავით გამიჩნდა კალამთან დაკავშირებით და შემდეგ მოხდა ის ფანტასტიკური ამბავი, რამაც განაპირობა ის რომ მე თქვენთან ვარ, ის რომ შევხვდი სანდროს ოსტატთა შორის ოსტატს, ხო და მისმე ესე იგი ოსტატობამ ქნა ის რომ კალამი დაუბრუნდა ესე იგი მუშა პროცესს და მუშა პროცესი კი არა მარტო შემდეგ ჩემ თვალწინ ესე იგი მე ამ მის გარეშე ალბათ შეიძლება დაუკმაყოფილებულიყავი ამ მდგომარეობას როგორც ვიყავი რომ კაი კალამია ნუ წე კარგად ეს არის ჭავლური ეს მაგრამ როცა სანდრო ნახე და ესე იგი მან მთელი ეს სამყარო გამაცნო ესე იგი მე შემდეგ მასთან სახლშიც ვიყავი და რაღაც უნიკალურ კოლექციას გავეცანი და ნუ მივხვდი რომ ეს სამყაროში შევაბიჯე ხო და ნუ ნელ-ნელა ვცდილობ რომ აი ეს გრანდებს ეგან რაც ვახსენე დასაწყისში საუბრის დასაწყისში თუ დაწევით ვერა ცოტა შორი ახლოს მაინც რომ ვიარო რა ნუ არის მართლა ძალიან დიდი სამყაროა და არა კი და აი თავარია რომ შეცურო კი და ხო მე უკვე რაღაცას ჩემი თავს მოვახერხებ თქვენი დახმარებით რა საგვირველია და რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას მე თქვი კიდევაც რომ ფაქტობრივად კი არ დაუბრუნდი დავიწყე არც ვთვლი ფაქტობრივად არც ვთვლი ხელით წერდი ტექნიკურად მაგრამ აი შინაარსობრივად განცდით და აი გრძნობით ფაქტობრივად წერა დავიწყე მაშინ როცა ხელში დავიჭერე ჭავლური კალამი და
აი ეს ფანტასტიკური მანუსკრიპტის ბლოკნოტზე და ფურცელზე დავიწყე წერა. და მე იქამდეც წერდი დღიურებს, გამომდინარე როგორც ახსენეთ ორესა, აი ეს ტრადიციული მუსიკის კვლევარი საკმაოდ ისეთია. აერთიანებს ყველა იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ სხვა მიმართულებით, სხვა ორგანიზაციებში, ვარ ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი, ასევე მაქვს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფოლკლორული საქართველო, ესე ქვია Folk Life Georgia და კიდევ სხვა რიგი ამბები მოკლედ და წერდი იქამდე დღიურს, იმიტომ რომ გონია რომ საინტერესო ცხოვრება მაქვს. პლუს ამას უფრო მეტად ეს განაპირობა დღიურის წერა, განაპირობა იმან რომ ჩემი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნა, იმიტომ რომ საინტერესო ფაქტებს რო გადავაწყდებოდი, საინტერესო ისტორიებს, თქვა კონკრეტული თქვა ძველი რაღაც ან მიფთის, ან რაღაც ჩანაწერების მოპოვების ამბავს, რაღაც Facebook-ზე ზოგადად წერდი, თუმცა მოგეხსენებათ ახლა იქ რაღაც არსებობს მდგომარეობები, რომ ყველაფერი არ იწერება Facebook-ზე საჯაროდ და ამიტომ და პირად საუბრებში მეგობრებს რომ უზიარებდი, ყველას ჰქონდა ერთადერთი ის რომ დაწერე, ეგენი დაწერე. და ამის შემდეგ მოკლედ დავიწყე წერა აი ამ ექსპედიციების დროს, საღამოობით, შეძლების ფარგლებში წერდი ხოლმე ამ პატარ-პატარა და მე მივხვდი რომ თურმე, იმიტომ რომ შემდეგ რომ გავიდოდა დრო, ის კონკრეტული ამბები უკვე აღარ მახსოვდა. მაგრამ ბრახდა, უკვე ვიცოდი რომ აი ჩაწერილი მაქვს და всё, ის უკვე შენახული და ეს რაღაც ისეთ გაცდას და უფრო მეტ мотиваციას მაძლევდა რომ მომდევნო ამბები კიდევ უფრო მეტი დეტალი დამეწერა და როგორც კი დავამთავრე წინა ბლოკნოტი და გადმოვედი ესე იგი მანუსკრიპტზე და ჭავლურ კალამზე, დღიურების ესე იგი მოსულობამ ერთიურად იმატა. ხო, ერთიურად იმატა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს თურმე აუცილებელია და აუცილებლობაა რომ წერო, გარდა ამისა თურმე ამ წერით შეიძლება სიამოვნებაც მიიღო. რომ აი ეს ამ ფურცელთან ურთიერთობა, აი ეს კალმის მოსმა, ეს მელანი, მოკლედ ეს მთელი ამბავია რა და მოკლედ აი ესე მომდინარეობს გუშინდელ დღემდე, გუშინ ბოლო ის შევავსე, ამიტომ საინტერესო არის აი რატომ გირჩევნია დავუშვათ ფურცელზე წერა და არა გაჯეთა იგივე Word-ის ფაილში რომ აკრიფო ტექსტი რა სხვაობას ხო, აი ვიტყოდი ხო ამას რომ ესე იგი ზოგადად საქმის კეთება მიყვარს, რასაც ვაკეთებ, მიყვარს რომ რაც არის გაკეთებული იყოს რაღაცა ესეთი ხარისხიანად იყოს გაკეთებული და არ იყოს რაღაცა კვაზი რაღაცა როგორ ვთქვა, ნახევარფაბრიკატი რო არ გამოვიდეს რა. ამიტომ აი ეს თავის კონტექსტ, თავის აი ყველანაირი ელემენტით, თავის იქ აი ყველაფრით აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ წერა თქვი ეს ყველაფერი მახასიათებლებით ქმნის იმას, რომ შენ არამხოლოდ რაღაც ტექნიკურ ამბავს აკეთებ, რაღაც დღიურს წერ, არამედ აი რაღაც ხარისხიანს აკეთებ რა. და თან როცა ეს ტექნიკური ხარისხი შენი სიამოვნება და შინაარსი რო ემთხოვა კიდე ერთმანეთს, ეს რაღაცა мотиваციას გაძლევს ვიმეორებ, რომ რაღაცნა გააგრძელო და ხარისხიანად აკეთო. თორემ რატო არა, ღმერთო ჩემო, დაადრე აწკაკუნე და იყავი, მაგრამ როცა ეს ყველაფერი სიკეთები მოძდებს ამასთან, ამას უკვე აღარ აქვს ალტერნატივა. იცი რა არის, კიდე არის ჩემთვის, ან ჩემი გულის ტკივილი არის ხოლმე ის, რომ ჩვენთან არ არის ეს აი ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა რა, დღიურები ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო რა ისტორიისთვის. ან როგორც კი რაღაც 10 წელი, 20 წელი გავა რაღაც მოვლენებიდან, ხშირად ადამიანები ესე არ უყურებენ რა, ხო ის რა შეაინტერესებს ჩემი ამბავი, მაგრამ ჩემ ამბავზე არ არის, აი დროის კონტექსტი იცვლება და ის უკვე აბსოლუტურად სხვანაირად იკითხება რა, აი რაღაცა პერიოდის მერე ის ერთი ადამიანის, ჩვეულებრივი ადამიანის თვალიდან დანახული მოვლენები როგორ ვითარდებოდა რაღაცა რა, ისტორიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ ეგ ძალიან გვაკლია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული, რომ ადამიანებს რაღაცები ჩაეწერათ რა და ეს ძალიან სერიოზული ის არის, დანაკლისი გვაქვს ჩვენ რეალურად ამბების ხა რო გავიხსენოთ რა და მე ამას სხვათაშორის მივხვდი იმით, რა ქვია, სახში ვალაგებდი რაღაცებს და მამა ჩემი იყო მღვდელი და რაღაც პერიოდი ცხოვრობდა ალავერდის მონასტერში. აი მაშინ ხდებოდა ეს ალავერდის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება, იწყებოდა რა და ვიპოვე მამაჩემის დღიური, სადაც წერს მამაჩემი 2008-ში გარდაიცვალა რა და სადაც წერს აი რაღაცა ამბებს რა, ეს როგორ ხდება და ეხა ამ თვალით რო უყურებ, ხო, აბსოლუტურად სხვა რაღაც გეშლება თვალწინ რა, რაღაც ისეთი, რასაც უკვე სხვა მნიშვნელობა ეძლევა. იმიტომ კი არა, რომ მამაჩემი რაღაც ისტორიული ფიგურა არის. არა, ჩვეულებრივი სასულიერო პირია, რომელიც ცხოვრობს მონასტერში და აღწერს თავის
ყოველდღიურობას, მაგრამ აი იმ ყოველდღიურობაში უკვე როცა გადის რაღაც დრო, 10 წელი, 15 წელი, 20 წელი, ხო და ამას კითხულობ. უკვე სხვა ელფერი აქვს, სხვანაირად კითხულობ და სხვა ფასი აქვს რა ამას. ნუ იქ არის ასაცილო მომენტებიც, მაგალითად წერს, რომ რაღაც არ ვიცი რა საიდან მოხდა, შეიძლება ჩემი წიგნებიდან აიღო, არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, უილიამ ბეროუს კითხულობდა იქ უწერია, რომ ეს ბეროუზიო ყოფილაო ძალიან ცნობილი ამერიკელი მწერალი, თურმე მთელი ცხოვრებაო ნარკოტიკებს იკეთებდაო და მომკვდარა 80 და რაღაცა წლისო და კაი ვირივით ჯანმრთელობა ქონია. არა და მე სხვანაირად გესაყვარლება რა ესეთი მინაწერები ხო რაღაცა კიდეზე. ანუ სხვა ფასი აქვს რა მოკლედ და აი ამას სხვათა შორის მანუსკრიპტს რო ვქმნიდით, ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობდით რა და აი იმიტომ აქვს რა ეს ყდა, ანუ თქვათ არის ყდა, რომელსაც არქივებში იყენებენ დოკუმენტების შესანახად შავაგაცრილია და ეს ფურცელი არასოდეს არ გახუნდება, არ გაყვითლდება. მე 5 გვაქვს სპეციალურად, სადაც შეგიძლია ეს დაარქივო უსაფრთხოდ, ლენტი გვაქვს მისაწებებელი, სადაც შეგიძლია დააწერო ასე ხება, რომ კარგად შეინახო რა და ამაზე უთქვამთ ჩემთვის, რომ ხა ვისრათ უნდა ჩემი ეგრე რატო უნდა შევინახო რაღაცა რა და არა მნიშვნელოვანია რა ეს რომ ისტორიას ეხები ხო? განსაკუთრებით ხა შენთვის კიდე უფრო ეს არის გამოცდილება ხო? რა თქმა უნდა, ანუ ფიქსაცია ზოგადად. ეს იქნება ფიქსაციაზე სულ ორი სიტყვა ვთქვა და მის მნიშვნელობაზე. არა მხოლოდ წერა, აი მაგალითად სულ ვამბობ. შეიკრებე, აი რაღაცა მოხდა, არ დაგეზაროს რა. არის ეს დალოცვილი საშუალებები მოიფიქრეს. ფოტოფიქსაცია, აუდიო ფიქსაცია, ვიდეო ფიქსაცია. გადაიღე. ეხლა ჩვენ რო აქ ვართ, რო ვიღებთ ამას. ნუ ეხლა ხო არაფერი მიმდინარე პროცესია, ხვალაც რაღაც მონტაჟი იქნება, ანუ ხვალ რაღაც მზად იქნება ვიდეო თუ ზეგი იქნება, შევხედავთ, ხო ამაზე ვისაუბრეთ. ერთი წლის მერე, რა გვიკეთებია, რა ჩაგვიწერია, რა გვილაპარაკია. 50 წლის მერე, ნუ და 100 წლის მერე შეიძლება ისეთი, ანუ და ამას საზოგადოებრივ ნუ განვაზოგადებთ. აი ახლა მაგალითად ახლა სახშიც მithქვამს ჩემი ძმისთვის, რომ ესე იგი ბაბუა ჩემის და გარდაიცვალა გასულ წელს. და ეს იყო ერთადერთი ადამიანი ჩვენს ოჯახში, ვისაც ახსოვდა მისი მამისამები, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომში გარდაიცვალა და ასე შემდეგ. და ძალიან მცირე ინფორმაციები ჰქონდა და ანუ ბაბუა ჩემის და ჩავწერე ხმოვან ჩანაწერად ვეკითხებოდი და დაფიქსირე, ეს ხარ გარდაიცვალა, მასთან ერთად ესოდნა გაქრა. ანუ მაგის მეც უკვე აღარავის აღარ ჰქონდა ესოდნა და ფიქსაცია დარჩა. ანუ ეს შეიძლება საზოგადოებრივ ახლა ბაბუა ჩემის მამა ისეთი არავინ არ იყო და ახალგაზრდა ადრესაკში გარდაიცვალა, ნუ როგორც ქერჩი რაღაცა, ნუ ესე ტრაგიკულად და ეს ხო გარდაიცვალა მოკლეს. ხო და მაგრამ ეს უკვე იცი როგორ ანუ რამხელა მნიშვნელობას იზეს, არა აუცილებლად ახლა მე რო ვთქვი ახლა ექსპედიციები და რაღაც დავანებოთ ექსპედიცია. პირადი ოჯახური ამბისთვის, რომ სულ რო თავი დავანებოთ ჩინას, ხმარო გესმის იმ ადამიანის. ეს არის აი ეს არის შეუფასებელი ამბავია უბრალოდ რა და ამიტომ სულ ვამბობ და თან თუ ამას ემატება წერა და წერაში კიდე რა არის პლუსი. ფოტოფიქსაცია, ვიდეო ფიქსაცია, ეს დოკუმენტური ამბავი. მაგრამ როცა ჩვენ შეგვიძლია რომ ესე იგი გემოვნებიანად მხატვრულად კიდე რაღაცა ცოტა სხვანაირად გამოყენოთ ისე რომ შეიძლება ორიგინალსაც და იმ ვიდეოსაც აჯობოს და როცა არის ამის საშუალება, რატო არა და არათუ არა კი არა ფაქტობრივად ჩემი აზრით აუცილებლობა, იმიტომ რომ შეიძლება მოვალეცაც ჩავთვალოთ თავი რომ მომავლის წინაშე იმიტომ რომ აი ზეგან რო ახსენო ხო ტორესა რომ აი мама იყო თქვა ალავერდის ანუ იქ მისთვის იმდენად უმნიშვნელო რაღაც შეიძლება ჩაწერა, მაგრამ აი დღევანდელობისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, აი თუნდაც ვიღაცის მისვლა, იქ შეიძლება თქვა რომ აი ეს კაცი მოვიდა და შეიძლება ბმაში ვიღაცის ისტორიის იმხელა მნიშვნელობა შეიძინოს მაგან, რომ აი ხო ამიტომ ეს არის აუცილებელი, ნუ და წერა ხო ეს ვიდეოს იმას არაფერი შემონება არ მოაქვს, უნდა დააჭირდო და დავდო, მაგრამ ამ წერას თორსა ახლავს ვიმეორებ რეკლამა გავაკეთოთ კიდე მაგას. ჩავლური კალამი ეს წერას ძალიან ბევრი პლუსი აქვს, რა თქმა უნდა და რეალურად ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ წინა ეპიზოდებშიც, რომ მეცნიერულად დამტკიცდა რა, რამხელა რამ მოაქვს ადამიანისთვის მეხსიერების უბნების განვითარება, ფანტაზიის უნარი, შთამაგონებელი წყარო შეიძლება იქცეს, მით უმეტეს, როდესაც კარგი ხარისხიან ფურცელზე, კარგი საწერი ინსტრუმენტით წერ. ამაშიც აი სხვაობა მინდა ხოლმე ყოველთვის დავაფიქსირო, რომ არის საწერი საშუალებები და არის საწერი ინსტრუმენტები. ნუ ეს სახელწოდება ზუსტად განასხვავებს იმ სხვაობას, რასაც მე რეალობაში ვიღებთ, როდესაც ვიწყებთ და ისედაც და ასედაც აი ნებისმიერ
კალმის წარმოებლებს, სოფლიო დონის კალმის წარმოებლებს რო ვკითხოთ, ხალხი ბრუნდება აი სადღაც კოვიდის მერე აქტიურად უფრო და უფრო შეინიშნება, რომ ესე იგი ერთი პერიოდი, როდესაც ეს გაჯეტების ამბავი აი 2000-იან წლებში და 2010 წელს იყო ძალიან დიდი ბუმი რა, ამის აი უკვე მოიცვა მასიურად, ყველას ჰქონდა ხელმისაწვდომობა კომპიუტერებზე და ასე შემდეგ. ნუ ამან ძალიან უკან დახია და ამას გაყიდვები ცხადყოფდა, რა თქმა უნდა, კალმის კომპიუტერებისთანაც მისაუბრია, ისინი ზუსტად ფაქტებით ამას აღმიწერდნენ. მაგრამ აი 10 წლის შემდეგ უკან დაბრუნდა რა და რამ დააბრუნა ხო ეს ხალხი დააბრუნა იმ კეთილთვისებებმა რაც მოაქვს ზოგადად წერას. თორე ხშირად ამბობს ხოლმე და მეც ვეთანხმები მაგაში რომ ძალიან მშობელს უთქვია ჩემთვის რომ ჩემში მეშინია წერა არ დაავწეს. იმიტომ რომ ეს პრობლემა მართლა დადგა. მათ შორის ამის სამკვდალოდაც აი ძალიან კარგია, როდესაც ბავშვსაც კონკრეტულ კარგ საწერ იმასაკისთვისგან აუცილებელი არ არის რომ ასეული ლარები ღირდეს ის საწერ ინსტრუმენტი, უბრალოდ რაიმე განსხვავებული და რო აუხსნი და სწორად მიაწვდი რომ მისთვის წერა გახდეს ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ხა ჩემი შვილიდან გამომდინარე ვეძახი რომელიც მეორე კლასში არის, ნუ იგივე პრობლემა ჰქონდა რომ მასწავლებელი უთითებდა სულ რომ ნუ გამოასწორე ხელწერა, ნუ ამას უყურებდა. თან დედამისი სულ ეუბნებოდა რომ ნუ იოანე როდესაც რომ მე მივხვდი უცებ ეს ჩვენის გრიგსის შავლური კალამი მივეცე. დაიწყო იმის მერე ბურთულიანით არ დაუწერია და 3 დღეში ერთხელ უცვლი კარტრიჯს. ანუ მელნის კარტრიჯს, ანუ წერს აქტიურად და დაახვეწა, ესთეტიკაც მიხვდა, ანუ თვითონ მერე კლასში მიაქვს და იქ ბავშვებმა ვა ეს რა გიჭერავს ხელს და რაღაც ეს სტიმული მისცა კიდევ დამატებით და ვერ აგიხსერა, რამდენად კარგად ეპყრობა უკვე იმ ფურცელსაც, რა თქმა უნდა, ტომერი ვერის ფურცელზე არ წერს ჯერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჭავლური კალმეცავს, რომელსაც ირიდიუმ პოინტი აქვს, ხო? წინ და იმის გრძნობა აქვს უკვე ნელ-ნელა ხვეწავს. იმის მერე მის როლში შეწყდა ეს შენიშვნები. ამიტომ ბავშვებისთვისაც ანუ კარგია, როდესაც დასაწყისშივე მიეჩვენონ ამას სწორად ეს კალმის ღირებულება ფასი ხო, რითი შეიძლება რომ მოხაზულობა, იმიტომ რომ თორესაც დასკვნები ზოგადად არა მარტო თორესაც გასათვალისწინებელია იმ მხრივ, რომ ჭავლური კალამი არის კალამი, რომელიც ფურცელს გაგზნობინებს ბოლომდე, ხელი არ გაგირბის, მოხაზულობას იწყებ და ესთეტიურად ძალიან კარგია ამით წერან, როდესაც ხელში გიკავია და წერ რაღაცა სხვანაირი შეგრძნება მოდის რა და ხელის მეხსიერება რა. ხელის მეხსიერება და თვითონაც რომ უყურებ, რაღაც ისეთია რა, ანუ თითქოს ფიქრობ რომ აი გინდა შენ თვითონ რომ მიყვე რა, გაუსვა, გამოუსვა, აი რაღაც მაგას გაძლევს და მაგას როგორც კი იღებ, უკვე იწყებ ლამაზად წერასაც, აზრიანად წერასაც, ანუ მახსოვრობაც რა თქმა უნდა ვითარდება და ასე შემდეგ და ნუ ფაქტია რომ ბრუნდება ძალიან დიდი ამ ხალხის რაოდენობა, რომელიც ერთ პერიოდი წავიდა გაჯეტებზე და გვიბრუნდება უკან ისევ წერი, იმიტომ რომ ნუ წერას ვერ წაშლის ადამიანი, ხელი წერა ეს შემადგენელი ნაწილია ყოველდღიური ცხოვრების. ის აი იმაზე გამახსენდა ახლა რომ ამბობდი სანდრო რომ ჩემი მეგობარია ლუასაბ ტოგონიძე, რომელიც რაღაც წიგნს რომ ჩუქნის ან რაღაცა თქვა რაღაც ისეც ან ფოტოს ან რაღაცას აწერს ხელს კი არ აწერს, უფრო სწორად წერს რაღაც მინაწერს აკეთებს. და მაქვს სხვა წიგნები, სხვა ადამიანის მინაწერიც, მაგრამ აი მისი მინაწერის წიგნები ეს არის უკვე აი უნდა დადო და ხანდახან რომ გასლი ელემენტარულად გაგეხარდება. იმიტომ რომ ამ მინაწერში მარტო სულის კი არ დებს აი ამ ჩუქურთმას დებს, გამიგებ თან ეს წერის პროცესი და ეს არის უკვე ფაქტობრივად რო შეხედო რაღაც ხელოვნების ნიმუშივით არის რა, რაღაც კალიგრაფიული, ახლა შეიძლება ლუარსაბზე უკეთესადაც ვინმე წერდეს, მაგრამ ეს არის კალიგრაფიული შედევრებია რა. ნუ ყოველ შემთხვევაში რო უყურებ, ქსეულობ და სხვანაირადაც ფასეული ხდება მე ეს შენთვის რა და ამიტომ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ანუ რასაც აკეთებ, სულ მაგას ვამბობ და აი გარდა დღიურისა მაქვს მეორე, ესე იგი, სამუშაო პატარა კიდევ ბლოკნოტი, ისის მანუსკრიპტის თავისთავად, სადაც ეს რო ვაზიარებ ხოლმე ამ იმას, ჩემ მეგობრებს ვთხოვ რომ ვუყვები ამას, აი ბარე მაგერ არის და დაწერეთ რაღაცა და ისეთ კაი რაღაც ზოგი რაღაცა შემოქმედებით რაღაცას წერს ის და თან თვითონ რომ პრაქტიკაში რომ მოაქვს და რომ იქ ზავის დატანება რო არ გჭირდება, იქ ისა მერე ფურცელი როგორია ჯერ ხელი მოგიდე მერე და ნუ ჩემი აზრით ყველა ადამიანმა ვისაც კი რაიმე შემხებლობა აქვს, ან აქვს სურვილი რომ კონდეს შემხებლობა, ეს არ არის აუცილებლად მაინც და მის დღიურები წეროს, ან რაღაცა ისეთი საწარმოს ელემენტარული დღე რაღაცა გეგმა გაგშესასწრო რაღაცა მონახაზი გააკეთე. სადო, აი ერთხელ სადეთ მეგობრებო, აი ერთხელ სადეთ და ჩემსავით ესე შემოწდა და მომაპატე და თუ რაღაცა პატარა ხარვეზი ქონდა კალამს და სანდროსთან მოხდით ეს.
ეს სანდრო ნამდვილად ცალკე ამბავი არის, იმიტომ რომ საერთოდ მე ვამბობ ხოლმე რომ ეს არის ფუფუნება, რომ ეგეთ პატარა ქვეყანაში ყავდეს ამ კალმების ოსტატი, რომელიც არის სანდრო, არის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ მე სანამ სანდროს გავიცნობ და კაკრას გამიმართლა, იმიტომ რომ სანდრო გავიცანი ზუსტად მაგდროს რომ ჩემი დაზიანებული კალმის თურქეთში გაგზავნას ვაპირებდი შესაკეთებლად და მაგდროს გავიცანი სანდრო. შემთხვევით და გაუზიარე, აი ლაპარაკში გაუზიარე და რა სამოს ადაგზავნიო მოიტავა და მე აღმოაჩინა ეს მართლა ძალიან დიდი ის არის ბედნიერებაა, იმიტომ რომ ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებში არ არის ხოლმე რა ეს ამ კალმის ოსტატი, ვისაც შეუძლია დაშალოს, ააწყოს, გააკეთოს, მით უმეტეს წვერზე იმუშავს, რა წვერი არის ჭავლური კალმების თავარი გული რა, ასე ვთქვათ, ეხლა თუ წვერი არ ვარგა, არაფერი არ წერის გამოცდილებას ვერ მიიღებ, ხო და სანდროს შეუძლია წვერზე მუშაობას და ეგ ცალკე დიდი ამბავია. მოკლედ სანდროს შევაკეთე. ცოტა გავწევ. ბევრმა არ იცის. არა, კი, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრს უკითხავს ჩემთვის, რომ ვაუ, ჩვენ ვინმე არის ესეთი მცენცის და ეს მინდა რომ ხალხმა იცოდეს რომ როგორ გავხდი ეგეც საინტერესოა რომ სპონსორი არისო იმიტომ რომ რეალურად როგორ არის ისე და წარმოებაში როდესაც ვარანტი გარანტიის ფუნქცია როდესაც არ გაქვს და დიდი ხანია გასული როდესაც გააგზავნე იგივე დაუშვათ ქარხანაში აუცილებლად ისეთი კოსტი მოგივა ღირებულება შეკეთების რომ არ არის მარტივი გადასახდელი და ამას ყველაფერთან რომს გადაიხადო უნდა დაელოდო 2 თვე 3 თვე რადის მოგიწევს რა მოგიწევს და დავიწყენო ეს ჭირკედელაობა და ბოლოს იმიტომ რომ YouTube-ში იცი რა არის ხანდახან მანქანების დიტეილინგი აი ყველაფერს ნახავ მაგრამ კალმებზე ანუ თითქოს არასაჯაროებენ გაგებ 1-2 მოდელის დაშლას ნახავ მაგრამ აი მასიურად რომ მიხვდე რომ ზუსტად საიდან ადან ბემდე ან ადან ზეტამდე საერთოდ როგორ მიხვდე რაღაცა ეს ინფორმაცია რატომღაც არ მჟღავნდება და კონფიდენციალურად რჩება და გიწევს ამიტომ სწავლა უშუალოდ შენ შეცდომებზე ნუ დაახლოებით ხვდები მე თან ყველას აგებულება ერთმანეთს არ გავს ყველა მექანიზმი სხვადასხვა არის ზოგიერთი ესეთი რაღაც მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მივედით მაგდონემდე და არა თან მე როგორც ვიცი შენ როგორც ვიცი სანდრო არ არის მარტო ლოკალური ექსპერტი არა საერთაშორისო კი უგზავნია სხვადასხვა ქვეყნიდან და და ასე შემდეგ რომელი ნუ ბევრი ქვეყნის ესეთი fountain pen network-ი არის ესეთი ფორუმი არის და იქ მე როგორ არის გადაშერება მიდის რა ერთმა დაარესტავრირა ჩემთან აუ ამბიჩს გირჩევთ რა საქართველოში კი საქართველოში მე ეს მწერს რას რომელ საქართველოში აქ ზარა ჯორჯია არა იქ და სად იქ და ხო და ნუ მაგრამ ნუ მან დობის მომენტიც არის მაგრამ რეალურად მიგზავნიან არესტავრებ უგზავნენ და ნუ იქ წერენ ხოლმე მე ნუ ბევრჯერ დობის მომენტი არის $3000 კალამს რო უგზავნის სხვა ქვეყანაში ადამიანს ხო დობის მომენტი უნდა იყოს ხა ადვილი არ არის მაგრამ ნუ ის ისტორიაც მე მაგ სანდოობას იწვავს რეალურად სხვადასხვა სტორიას მე უნდა ხოლმე მაგის ვიდეოები გადაიღეო რესტავრაცია ვერ ვაბავ ხოლმე თავს რა არ ვიცი რამდენად საინტერესოა მაგრამ საინტერესოა მაგრამ პროსტა ნუ რთული ვარ რა იმიტომ დეტალებია და ნუ მესმის ხო ეს კამერაც რაღაც ისაა მაგრამ ზოგადად ხა რა არის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ხა მანუსკრიპტსაც რო ვქნიდით რა ჩვენი ამოცანა იყო რომ შეგვექმნა ეს სიამოვნებისთვის პირველ რიგში იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი რაღაც ну მესმის კრიტიკული დამოკიდებულება არსებობს რომ სამაზე ლაპარაკობ რა და ну ჩემთვის ძალიან ხშირად უთქვამს რომ აი რა თმინდა ეხლა Word-ის ფაილი მაქვს რავი მინდა 200,000 გვერდს დავწერ და არ გამითავდება ხო და არ შევდივარ მაგაში რა ну ეხლა ჩემი ბლოკნოტი არ რეკავს ნახევარი საათით ადრე შეხვედრამდე არ დაგირეკავს გარანტიას გაძლევთ ეგეთი რამე არ გვექნება არასოდეს მაგრამ წაწერ არ დაგავიწყდები. ეგ აქ მეორე, იმიტომ რომ შენ ტვინში იმ უბანს უღიტინებს, რომელიც მეხსიერებაზე არის პასუხისმგებელი. საბოლოო ჯამში ხელით დაგეგმვას ეგ მოაქვს რა, რომ მე მაგალითად უკვე ძალიან დიდი ხანი ხა მამას ჩემი ყოველდღიურობა დილა იწყე, ყავა დაიდგი, დაიწყე და დაგეგმვა დღის. მე შინ არ ვიყურებ. აქ, იმიტომ როგორც კი ამას ხელით გააკეთე, გაკაკ. ვერ დაგავიწყდება რა, ვერ გამოგშე. აქედან ვერ ამოშე. აქედან ვერ ამოშე. მე ძალიან მიყვარს მონიშნები ხო. არა, ეგ მუღამია, მაგრამ ეგ არის რომ ткаპ, ეს შევასრულე. აი ეს არის ასწავლე. ეგ მაგარია, მაგრამ სხვა რაღაცას ვამბობ, ანუ და ის რომ აი notifications არ მაძლევს ბლოკნოტი, არ ჭირდება რა, ანუ მეხსიერებით მახსოვს თორე ეგ სიამოვნება ცალკეა რო. ნუ რეალურად ფაქტი არის ერთი, რომ აი ხა თვის დასაწყისში რო ვიყავი გამოფენაზე ну ძალიან დიდი გამოფენა ხო არის ეს ფრანკფურტში ეს ამბიენტე რომელიც ყველაფერია რა ნაძვხის
ხის სათამაშოდან დაწყებული, სახლის დეკორით დამთავრებული და სექციებია სულ 12 და 12-ვე რომ მოიარო ალბათ სხვა შორის ძალიან დიდ ხანს გრძელდება ეს თვითონ გამოფენა 6 დღე არის და 6 დღე დამეთანხმებით რომ ძალიან დიდი არის და ეს ხანგრძლივობა იქიდან გამომდინარეობს თვითონ გამოფენა არის ძალიან დიდი და მე მარტო რამდენიმე სექცია მაქვს რაც ეს ძირითადად ხელიწერა, ბლოკნოტი, კალამია და იქაც კი შიგნით დღეში 10 კილომეტრს ფარავდი, 3 დღე ვიყავი სულ და რომ მოვილია ეს, მე ხო იცი, გადიხარ, გამოდიხარ, გაინტერესებს ინტერესის ამბავი არის და მე უცებ ქვეცნობიერში მივხვდი, ესე არც მიფიქრია მაგაზე, რომ ყველაზე ბევრი ხალხი ირეოდა სწორედ აქ. ხელით წერის სექციაში, კალმებში და ბლოკნოტებში, არც ერთი სხვაგან ის რაოდენობა ადამიანების მე არ მინახავს, რამდენიც ნახე იქ და ამით მივხვდი, რომ ესე იგი მარტოები კი არ ვართ, უკვე ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები ბრუნდებიან რა და ყველა ინტერესში, ყველა იქ თან იქ სპეციალურად დახლებთან ხო ცალკეულად რიგები თან ისე კი არ იყო რომ რაღაც მიდიხარ და ეხლავე დაელაპარაკები წარმომადგენელს არა რაღაცა რიგში უნდა ჩადგე გააჩნია თან რომელ დახთან ეხა თუ კავეკოსთან მაგალითად ვიდეოც დავდე და იქ იმას ვფიქრობდი მე რომ ყველაზე ცოტა ხალხი როცა იყო მაშინ გადავიღე ის ვიდეო და რეალურად მან ხდებოდა საგიჟეთი ხალხი იდგა 1 საათი რომ მისულიყო და რაღაც გამარჯობა ეთქვა და აბა ახალი მოდელი მაჩვენეთ და იგივე ხდებოდა ვისკონტის დახთან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამან ცხადყო ჩემთვის კიდევ ერთხელ სანდრო რომ რეალურად ეს ხალხი ბრუნდება და უკან, იმიტომ რომ ბევრი დასკვნა დაიდო უკვე მართლა და დადგა კაცობრიობა მაგ პრობლემის წინაშე. მართლა დადგა რომ ხელით წერა შეიძლება მალე დაავიწყდეს ადამიანს, რამდენად პრაქტიკიდან გამომდინარე რომ ამოღებული იქნას და არადა რეალურად ფურცელზე სულ სხვა არის, Word-ში ვერასდროს ვერ მიიღებ იმ ფერს, პიქსელი ფურცელზე, ვერასდროს ვერ იქნება ფურცელზე ფერს ვერ შეცვლის პიქსელი ვერასდროს, რაც არ უნდა მივცეთ, ვერ შვება მაგას. და სხვათა შორის გამიგია რომ ბევრი დიზაინერიც მაგითო დაბრუნდა რა. ხელით კი, გაკეთებას. ხო და იქ ცალკეულად არ ვიცი, მათემატიკოსებიც კი ბრუნდებიან თავიანთ ამოცანებს და იმებს, არ ვიცი, სასწაული რაღაც ხდება რა მიმართულებით, იმდენად საჭირო როთო საკითხად გადაიქცეს და დაბრუნდა ხალხი და ასე რომ პოპულარიზაციას რეალურად ჩვენ რასაც უწევდა ეს პოდკასტი რასაც უწევს არის ხელით წერა, ხელით წერის მიღებული კეთილთვისებები და სიამოვნება, რასაც კიდევ დამატებით, ფანქრით წერე, ესეც ხელით წერა, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ამაზე. ეხლა სხვა შორის ჩემი მეგობარი არის და რით წერ მეთქი დაბადების დღე მოსდიოდა და უკითხე ეს კალმის ჩუქება მინდოდა რა თქმა უნდა და როგორც გავარკვე ფანქრით წერს. დავდექი ფანქარი ვაჩუქე. რომ სტიმული მივეცი რომ მეთქი კიდევ უფრო მეტი წერა. ცალკე ამბავი არის, ეგ ხმეც ზუსტად ეგეთი გამოცდილება მქონდა ჩემ მეგობართან, ვაჩუქე Waterman-ის ვინტაჟური კალამი, რომელიც ძალიან უყვარდა, მაგრამ მე მითხრა რომ მაინც და მაინც კარგადო ვერ წერო, ფანქარი უფრო მიყვარსო და მე ვაჩუქე მექანიკური ფანქარი, მუჯის, მაგრამ ძალიან კარგი და მოკლედ ფანქრით წერს. ეგ არ არის რა, ის მთავარია რომ შენ ინსტრუმენტს მიაგნო და ხა არსებობს კიდე გრაფონ ფაბერ-კასტელის ფანქრის ხაზი, რომელიც მე როგორც ჩავიხედე ამ სამყაროში იმდენნაირია და თან თვითონ შეიძლება ითქვას რომ რაღაც ადამიანის ხასიათზე მორგებული, რაღაცა ფიზიკურზე მორგებული, თქვა დიდი თითები გაქვს, პატარა თითები გაქვს, იმდენნაირი ამბავია რომ შენსა საუბრობ თუ ეძებ. და ზოგადად მგონია რომ ამ ტენდენციებს რაც შემოდის, თუნდაც ევროპაში იყავი და ევროპული ტენდენციები რაც არის, თქვა ეს მიმართულებები რაც არის და რაც არის ხარისხიანი და რაც არის შინაარსიანი, გამიგე? ამას ძალიან ამყოლი ხალხი ვართ და თქვენ ამ ხრივ რაღაცა დარწმუნებული ვარ მე მარტო არა ვარ და ბევრი კიდევ და კიდევ გამრავლდება ჩემნაირი ადამიანი, ვინც მადლიერი იქნება თქვენი რომ ესე განაცდებინეთ ის სიამოვნება, რასაც ქვია ფურცელზე წერის და აი ამ რაღაცა ამ კონტექსტში რომ მოაქციეთ და ხო რა ვიცი მე ხშირად მეუბნება ხოლმე აი სანდროს საკონოს ჩემი შურს ხოლმე ბევრი გაგვაშენო საწერიო და მე არა მაგრამ აუცილებელი არ არის წერალი იყო რა იმიტომ რომ დღიური წერა შეუძლია ყველას და ეგ არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი რომ არ უნდა იფიქრო უბრალოდ იმაზე რომ ეს უნიშნელოა და ვის რა შეჭირა შენი თავისთვის უნდა დაწერო იმიტომ რომ იმ 10 წლის მერე შენი თავისთვისაც საინტერესოა უკან გახედვა. რა თქმა უნდა. და რაღაც მეხსიერების ჩაწერა. ამასთან შენ უფრო
ისეთი კავშირი გაქვს, პროფესიული ასე ვთქვათ. ხო არა, მაგალითებით არის თან სავსე რა, ესეთი ისინი, რა ქვია, რომ არ ვიცი, ჩაწერამდე ვახსენე თუ როდის, მაგრამ განმეორდე რომ ეს ფანტასტიკური მოცემულობა იყო, როცა ეს აი აჭარაში რომ ნახე ოჯახი, რომელმაც ხულოში, ერთ-ერთ კედლებში, სადაც ქონდა შვილიშვილს ჩაწერილი საკუთარი ბაბუის მოგონებები, ბაბუა რომელიც 1952 წელს იყო რაღაც 80 წელს გაცილებული 90-მდე. მისი ისტორიები, რომელიც ის ლაპარაკობს საკუთარ ბებიაზე. ვიმეორებ, როგორც ჩემ პირადი ისტორია ვახსენე, ხო შეიძლება ეს საზოგადო ინტერესის სფერო არ იყოს და ყველა ახლა ილია ჭავჭავაძის ვაჟებშაველა ვერ იქნებაო, მაგრამ ის არის ისეთი ამბები უწერია, ის კაცი ყვებოდა, ამის ბაბუა ყვებოდა მის დიდ ბებიაზე. წარმოიდგინეთ რაზე საუბარი. ჩავედით 1800 წელს. კი, მთელი, აქ უკვე თავი რო დავანებოთ პირად ოჯახურს, აქ უკვე ისტორიას ვეხებით. ისტორიას ვეხებით, რომელიც ქვეყნებს შორის მიმოსვლა როგორ იყო. ეს ინფრასტრუქტურა იყო სულ რა. რა თქმა უნდა, აი, მაგრამ ეს წერს რომ აი ჩვენ თურქეთში რო გადავიდა ის რაღაცა წერს გზას, მაგრამ გადავიდნენ იმით და უცებ შეიძლება აღმოჩნდეს რომ რაღაც გზა ყოფილა. იმ გზას კიდე რაღაც შეიძლება დაუკავშიროს. ანუ იმდენი ამბავია, ხო და მაგას ვამბობ, რომ აი წერა ეს არის შეუსვლელი მაგმხრივ რა, იმიტომ რომ თან როცა მანუსკრიპტი გაძლევს საშუალებას რომ საარქივო ამბების და სტანდარტების დაკმაყოფილებით და იმით შენარჩუნდეს ეს და რაღაც წყალმარწა იყოს, უბრალოდ არ გაცვდეს, უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი მეგობრებო. მანუსკრიპტმა სხვადასხვაის მოიპოვა ძალიან დიდი შექება, მე მქონდა წაღებული, ეგ არ მithქვამს სხვადასხვაის და მინდა რომ თქვა. ნუ ისეთი კომპანია და ისეთი იტალიელი ხალხი რო გაოცდება ტყავით. აი ეს სხვადასხვაის ამ გამოფენაზე სიარულით კიდევ ცალსახად დემონსტრაციას ვახდენ ჩვენი ქვეყნის კულტურის. მე რო იქ დავდივარ, მარტო ის არ არის რომ ბრენდი ვნახე რაღაც წამოვიღე, ანუ ამას ბიზნესურად ესე არ ვუყურებ, ამას ცოტა სხვანაირად ვხედავ მე ყველას ვეუბნებ რომ ჩვენი დამწერლობ. ანუ ჩვენ ქართველებს გონია რომ ჩვენზე ყველაფერი იცის. იმიტომ რომ რახან ჩვენ ვიცით, ხო, მაგრამ რეალურად წელს აღმოაჩინე ზაფხულში რომ ავრორაში კაცმა არ იცოდა საერთოდ ვინ ვიყავით, ანუ საერთოდ რომ ვარსებობდეთ და ის რომ საერთოდ რომ ღვინის ქვეყანა ხარ ხო არ იცის და ის რომ საერთოდ რომ დამწერლობა გაქვს შენი, ესეც არ არის, ხო. ხო და აი ამ ყველაფერს ასე ვთქვათ კულტურის გავრცელებასაც ვემსახურებით ხოლმე და რომ გქონდა და რომ შეეხნენ ამ ტყავს, ხო? ნუ ეს რა არის? ნუ მეთქი ეს არის ქართული ცვილით. ფანტასტიკური, აი აღფრთოვანება გამოიწვევთ, რომ იქ პირფერობა არ არის, ეს რომ გაგიცინოს ახლა თუ არ მოსწონს, გეტყვის, ოკეი რა და მოგცემს და მე საერთოდ მოგწერეს და ბოლოს ახლა თორესაც ვაჩვენე, ნუ იქ საერთოდ WhatsApp-ში ვწერდით ერთმანეთს და იქაც აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულიაო რა, ამ ზოგადად ვიზუალით, დამუშავებით, შიგთავსით, ესეთი ხარისხიანი პროდუქტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თქვა ისეთი კომპანიის CEO-მ, როგორც არის ვისკონტი და ხო ვისკონტის CEO რო გეუბნება რომ რაღაცა სწორად აკეთებ, ესე იგი რაღაცა სწორად აკეთებ. ხო, ნუ რაღაც სტანდარტზე რომ მიდიხარ, მე უკვე ეს არის და ეს მე შენ კულტურაზე მეტყველებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო რა ჩვენთვის იმდენად ხა მე ბევრჯერ დავჯახები ვარ რა მაგას. აი ძალიან ბევრჯერ დავჯახები ვარ მაგას, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ორგანულად ვიცით რა, ნუ ვეფხის ტყაოსნის კულტურაში გაზრდილი ხალხი ვართ, ხო და ეს ვიცი რა შენი სიმაღლე, ახლა მე საერთოდ არასოდეს არ მქონია ეგ კომპლექსი, სულ თვლიდი რომ რავი რა ფრანგი თუზის მე ვზივარ. ის თუ დადებს მეც დავდებ. ხო, ანუ მე ისეთი პასპორტი მაქვს ლიტერატურაში მინიმუმ რომ რა ვისაც გინდა დაუჯდები და დაუდებ, მაგრამ ეს მე ვიცი, იმან არ იცის. და ეს ჩვენ იმდენად თავისთავადი გვეჩვენება, რომ გონია რომ აი რა რაღაცა დადიხარ, ყველაფერი იცის რა და მე აღმოაჩენ რომ თურმე ხალხი არის ლიტერატურის კვლევარები არიან და არ იციან. და მიწევს ამის მოყოლა და ეს გაშტერებულები გიყურებენ. რას მეუბნები, რას მართლა? დანტემდე ხდებოდა ეს თქვენთან? მე მეუბნები რომ ხო, შეგოიმო, მაგრამ ნუ ამის მიტანა მნიშვნელოვანია. მიტანა და ბოდიში თორეცა შეიძლება გაწყვეტინებ, მაგრამ ერთია მიტანა და მეორეა რომ კი უნდა ვიამაყოთ ჩვენი წარსულით, ეს არ ეხება მხოლოდ მწერლობას ზოგადად რა. არა გვაქვს დასამალისტო, არის რაღაცები მიქარულიც გვაქვს, ისიც როგორც ახლა ადამიანებს ის, მაგრამ რაც არის წარმოსაჯი, კი უნდა წარმოჩვენოთ, მაგრამ როცა მაგალითად დაუჯდება კაცი და ეუბნება რომ დანტემდე ჩვენ ყავდა რუსთაველი და უცებ ეს კაცი იგებს რომ შენ ქვეყანაში წერა შეიძლება ახალმა თაობამ უბრალოდ არ იცოდეს. ხო, ეგ ხო. ამიტომ თუ არ მოყვა იმ ჩვენ წარსულ ესე იგი ცოდნას და იმ საამაყო ამბებს
დღევანდელობას იციან ხოლმე რომ ჩვენო კაცო ციხე გვაქვს ჯერ კიდე იმხელა ანუ ციხე რო გაქვს იმხელა გალოცულიშვილო პატივისცემით ყველასთან დღეს რას აკეთებ თორე ის ციხე ააშენეს და ის მაშინ იყო მიღწევები მაგრამ დღეს თუ ეს კულტურა არ ვაჩვენეთ აი როგორც შემთხვევით ხო სანდრო რო აი ვაჩვენეთ დღეს თუ არ ნახა რომ ეს ანუ ჩურჩხელებით ღვინოებით და სულ არ მეხალისება ბარგში ჩალაგება ხოლმე ღვინოების და ჩურჩხელების და სვანური მარილი და ერთხელ გამილღვა ის ჩურჩხელაზე ჩამეღვენთა და გაფუჭდა პერანგი და რა ვიცი მაგრამ მივდივარ ყველა იმიტომ რომ ნუ მიმაქვს ეს სვანური მარილი ნახდად არ წამიღია შემდეგში გამოვაწერა შეიძლება მაგრამ მიმაქვს ეს იტალიაში ჩავადექი ღვინოებით და ტიპებს ვეუბნები აი ესე თამამად რომ ჩვენ მეთქი ის ვართ ვინც ღვინო დაიწყო და ახლა ესე ხო შენც ხშირად მოგზაურობ იტალიაში და ვიცი რომ გექნებოდა ამასთან შეხება რა ის ღვინოსაც არ უმევთ ახლა თქვენ ხო მისა ეს ბარმენს რა და ისე მეწყინა აი ხო ხტები ეგრევე მივხვდი რომ ეს ამის დამლევი არ არის და ის და მე რომ წერდი რომ გასინჯე ჩემი ღვინო რომ ეხა ესე ხوار მომატყუებს ალბათ ფიქრობ და ბოლოს თავიდან აი ჯერ არა და ბოლოს მაინც გავანო ვა ხალხო თქვენო სათქო იყო ფილხარ ხო ეს რაღაც ჩვენი როლი ეხა მე არაფერი განსაკუთრებულს და საზოგადო მოღვაწე მე არ ვარ მაგრამ ჩემო პრობლემა ყოველ შემთხვევაში ესე მასალა და ესე მგონია რომ სადაც ხვდებით როგორც ხვდებით თორემ სწორედ ამიშა რომ ვიღაცებს უნდა მივახო და ვიღაცებს უნდა უთხრათ რომ ჩვენს ამ კულტურის რუკაზე გამოჩნდეთ ანუ სოფლიო კულტურის რუკაზე რაც ჩვენი როლი გვაქვს და რეალურად დიდი ანუ ჩვენ რო დამწერლობის კულტურა გვაქვს მართლა ჩვენ რო ლიტერატურული კულტურა გვაქვს და რა ვიცი რა არ გვაქვს ეს უნდა დაპოზიციონირდეს მართალი ხარ და ეს როგორღაც უნდა მივიტანოთ რომ მარტო ის არ არის რომ მისის შეგნევაც ეგ არის, აი ხა რატო იწყებ ხო ბლოგს, ახლა მესმის რომ საშაურმე უფრო კარგი შემოსავლიანი შეიძლება იყოს, არაფერს არ ვერჩი არავის, უბრალოდ მუღამი ამის მარტო ის ხო არ არის რომ ბიზნესი აკეთო, მუღამი არის რომ ესეც გააკეთო რა, ეს არის შემთთვის საშუალება ხდება, იმიტომ იკლავს ესეც თავს ყალმით, ხო? რომ საბოლოო ჯამში ამ ურთიერთობაში შენ ხდები შენი კულტურის მიმტანი და ამას იყენებ როგორც მედიუმს, ჩემთვის არის მედიუმი ამ ეს არის შესაძლებლობა რომელთა ზუსტად მაგას ვცდილობ რომ უთხრა რომ ნახე ჩვენ ამას ვქნით რა და ეს არის ყველანაირად საუკეთესოდ გაკეთებული საქმე და როცა უკვე ამას აძლევ ადამიანს ხარ რომელიც თვითონ ამ ინდუსტრიაში მუშაობს და ამას ყოველდღე აკეთებს და ის ეხება ის უკვე ხდება რა და თა რომ გაკეთებს ეს ადამიანი ხო და მე იმას უჩდება უკვე კითხვა რომ ამას როგორ აკეთებ თუ შენ ეს არ გაქვს ტრადიცია, ამას ესე ვერ გააკეთებ აერში, ხო? და მე შენ უკვე იქ უფენ, რომ იცი რა არის, მე ძალიან დიდი კულტურა მაქვს, მე რო კერავ ამას. ხელნაწერთა ინსტიტუტში მაქვს რამდენიმე ბევრი ასეული წლის ხელნაწერები და ამას მოყვება რა, ეს გინდა არ გინდა. მე ის გეკითხება ბიჭო, რომ ტყავი რანაირად მიიღეთ ესეთი, ტყავი ასე მივიღე და ასე გამოდის. კომუნიკაცია ხო გავდება. და თან შედიხარ ისეთ შრეში იქ ანუ ეს ამას ხო ძირითადად ინტელექტუალური საზოგადოება არის ხო ამის მომხმარებელი მინიმუმ წერა-კითხვა რო იცის რა და უკვე იმ კულტურულ შრესთან ურთიერთობ რომელსაც თავის კულტურაშივე გარკვეული გავლენა აქვს და ეს ქმნის მე საბოლოო ჯამში აი ამ დიდ წრეს რა კი და თან ისინი რომ ნახულობენ რომ შენ მაგალითად ის ქვეყანა და ის ხალხი კი არ ხართ რომელსაც ქონდა რაღაც 10-12 საუკუნის წინ რაღაც. უბრალოდ, ნუ ვიმეორებ ყველა ახლა ისე რუსთაველზე კი არ ვართ ორიენტირებული რომ ახლა რუსთაველი დაიბადოს, მაგრამ ანუ ის ტრადიცია ასია თუ ისია დღემდე, ანუ რაღაც სრულ ხაზი უნდა იყოს, როგორც ღვინოშია, ხო, უწყვეტი ტრადიცია 8000 წელი. ანუ უნდა დაანახო რომ აი ახლა ღვინის ამბავი, ხო, ღვინის ამბავი ბოლო პერიოდში დავიწყეთ ჩვენ ღვინის აი ხარისხიანი ღვინის მიღება ხო მერტო ჩემო გიორგობის თუ გაქვს ბოლო ხო ფილმი აგერდა ვიცით რა ისტორია გქონდა ამ ამბავში ხო არ და ეხლა იგივეა რა აი ეს ამბავი რომ წერა კულტურა წერის კულტურა ეს არის ერთიანი ხაზი და ჩვენ არ ვართ ის ხალხი რომელიც ეხლა რაღაცას წარმოადგენს უბრალოდ ადრე მაგრები იყვნენ მაგრამ ეხლა ნუ ვერც ეს ხალხი არა თუმცა რა არის აი მაგალითად მონბლანს აქვს რა ხაზი მე მონბლანზე ცალკე ეპიზოდი გვექნება აუცილებლად და იქაც მოუყვებით ამას მაგრამ მონბლანს აქვს მაგალითად ცალკე ხაზი great characters ხო
და ნუ რავი ხა იმ ხაზში ჩვენ რატო არ უნდა ვიყოთ, ხო? მე მივწერე სხვადასხვა მომბლას წლების წინ რომ შოთა რუსთავი სწორია. და მეთქი ნუ ეს წლების ედიშენები აქვს გამოშვებული და ყველა არის ალექსანდრე დიუმა ნუ ვინ არის კაფკა ის ყველა რავი ყველა მეთქი შოთა რუსთაველი და მოვიდა იქიდან რომ ნუ ეთქობა Google-ს არ შეიძლება იცოდნენ მაგრამ ნუ ეს კი განსაკუთრებული ის ნუ მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ იყო და ნუ საბოლოო ჯამში ჩაუღრმავდი რომ თუ იგეგმება ოდესმე ან მოვიდა იქიდან ესეთი პასუხსაშორს მიპასუხობენ, ეგ ძალიან ისეთი არის რა, დასაფასებელი არის. იმიტომ მე როგორც მომხმარებელმა მივწერე რიგითმა და არაფერი ისეთი. სამ დღეში მიპასუხეს და მე რა კომუნიკაციას გავყნე. არ იგეგმება ჯერ ვინაიდან რადგანაც ნუ ჩვენი მარკეტინგი, ნუ ჯერჯერობით არ გნო, როგორც მივხვდი, სადღაც უშვებენ 18000, 15000 ცალია, მაგაზე ცოტა არ გამოდის და ნუ ეს უნდა გაიყიდოს. ცალის ღირებულება საკმაოდ ისე 1500 ევროს პარაგრაფში მერყეობს და ნუ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ბევრი ქართველი ხო ვერ შეიძენს და ნუ საერთაშორისო ბაზარზე ალბათ საინტერესო მათთვის არ არის არა და რეალურად როგორ არ უნდა ვიყოთ მან თორეს სწორედ აქვს როგორ არ უნდა ვიყოთ რობერტ ლუის სტივენსონის ედიშენი თუ არის რუსთაველი როგორ შეიძლება იქ არ იყოს ახლა სიგიჟია ხო მაგრამ ნუ ხო მაგრამ ეგ რომ მიხვიდე მე უნდა ეჭიდაო შენც რა რომ ერთი წამი ეგრეც არ არის ძმაო საქმე აქ ვართ და ვარსებობთ და ჩვენც ვართ და აი ჩვენც რაღაცას ვქნით და მე ბოლოს სადღაც დაარწმუნებ რომ ღირს და ნუ მოკლედ არის რა ეგ ამბავი ამ ყველაფერს მოყვება ასე რომ უფრო ღრმა არის ეს ყველაფერი ვიდრე გარედან ჩანს და ვიდრე მარტო ხელიწერა ვიდრე მარტო კარგი კალამი ვიდრე კარგი ფურცელი ნუ ბევრ რაღაცას აერთიანებს მთელი ისტორია ხო ტორეს ამ რაც მოყვა მეგონი ჩაწერამდე საუბრობდით ხო აი ეს მთელი კულტურა საიდანაც წამოვიდა ეს ლოკომოტივის ამბავი ალბათ ახლა ამაზე ცალკე ეპიზოდში აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ამბავი კონტექსტია ისტორია ფაქტები ისეთი რომ ხო ნუ რაღაცა შეიძლება მარტო ამ ისტორიამ დაგაწყებინოს მე წერა და ხო პრაქტიკაში მაქვს ნანახი რომ აი ახლა რასაც ამავდი ხო თორესა რომ ვიღაცა შეიძლება თქვას ახლა მე რა ის კულტურასთან მე შეხება არ ამაყო შეიძლება თქვას და ისე თუ არავისთან რომ სახში ვარო და ეს მაგრამ რამდენჯერ ყოფილა ჩავსუვარ ოჯახში და რომ ვეკითხებოდი რაღაცას უკვე ზირთად ასაკენ ხალხს ესაუბარი და ამბობდნენ რომ ვაიმე ესე იგი აი როგორ უნანიათ ის ზოგს რაღაც ხევლები წამოსულებს აი მომეცადინებინაო რაღაცას მაგის მეტი რა იცოდნენო ისო აი ეხლა ვიყვანო ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ ნანობენ იმ წინაპრის ამბავს რომელსაც თვლიდნენ რომ საერთოდ არ იყო გამორჩეული ეს კაცი არაფრით ნუ სუფრაზე კაცო მღეროდა და თუ მე ამბობ რომ ეგ კაცი რომ სუფრაზე მღეროდა ეგ არის ჩვენი საფირმო ამბავი შეიძლება გახდეს ეგ ერთი ჩანაწერი ამ დროზე ფიროსმანიც ხო არ იყო გამორჩეული ისე რომ ვთქვა ბრავო აჰა მეტი მაგალითი რა ვიცი ამაზე დიდი მაგალითი მეგონი არ გვაქვს მაგას ვხსნი რომ ანუ ადამიანები უბრალოდ ცხოვრობთ. ის ადამიანებიც, რომელიც მე ისტორიაში რჩებიან და გენიოსებას ვეძახით და ის ადამიანებიც უბრალოდ ცხოვრობენ და იმას აკეთებენ, რაც ეკეთებინებათ. და მე დრო არის ყველაზე ისეთი რთული ამბავი რა, იმიტომ რომ შეიძლება ისტორია შეგაფასებს. ხო, იმიტომ რომ დღეს შეიძლება გუხდე და პირიქით დროის გასვლასთან ერთად ის რაც დღეს მნიშვნელოვანი გეჩვენება უცბად გახუნდეს რა და ის რაც საერთოდ არ ჩანდა მნიშვნელოვანი ის აღმოჩნდეს უკვდავი ანუ მაგას ვერასოდეს მოდელიანი პიკასოს кейსი ჩვეულია მაგ პერსპექტივაში ხო არ შეიძლება შენ თავს უყურო ანუ შენ თავზე ხო არ შეიძლება ეგრე იფიქრო რომ მე გენიოსი ვარ და ეს ვარ და ანუ ჩვეულებრივ ადამიანი ხარ ცხოვრობ მაგრამ შეინახე ინფორმაცია ამბავი გადაეცი ამბის გადაცემაზეა რა ლაპარაკინა მაგას ვხსნი ხოლმე და ეს მაგიტო არის მნიშვნელოვანი აი ჭაულ კალმით რო გაუსვაო სწორ ფურცელზე რო გაუსვაო ამ შეგონება მოდის მე დილით აღარ დაგეზარება დილით აღარ დაგეზარება ან საღამოს აღარ დაგეზარება რა რო 15 წუთი დაუთმო შენ თავს და სკროლვის მაგივრად ამ ყოველი დღის ბოლოს არის ჩემთვის მეორე დღის დაგეგმარება ჯერ მარტო რა და რაც შეიძლება გრძლად გეგმავ ამ დღესთან რა ანუ რომ ალმინდა ყველა კი ანუ პროცედურა ეს მაგის garaში არ ვარსებობ ანუ ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ კი არა და აღარც უნდა შემონებაზე რომ კარგად იღავსიო როგორ რაღაცა იცი ხშირად არის ხოლმე რომ მე ემაშვები რა ქვია ამ ჩემი თქვათ მეგობარებთან და ვისთანაც თქვათ რაღაც შეხება მაქვს და რაღაც ისე რომ საუბრობთ ერთმანეთთან და რაღაც და მომიწია თქვათ ან რაღაც ამოღება ან რაღაცა ჩაწერა იმიტომ რომ გარდა დღიურისა მეორე ბლოკონს მოყვება და ხო და როცა და რაღაცა და მოდი რა მე ვთქარი აბა ჩაწერა და მე მიყვება ლაპარაკი ის და მე ამათ ვაწერნებ თავიანთი ხელით და საკმაოდ შემოქმედებით ხალხთან მოკურთერთობა იმ ხრივ რომ ჩემ მეგობრები ვინც არის რაღაცა
ისე კი 1 2 3 კი არა როგორც საუნჩეკზე მევქენი შემოქმედებით და როგორც ჩემქენი ლექსი რომ მოყევით. რაღაცა ეგეთი ამბავია და აი უცებ რაღაცა ეგ მე და ჩემი მეგობარი თათია მთვარელიძე ვიყავით კრემონაში და აგერ თათია წერს რომ აი კრემონაში სანდრო თათიას უხსის თუ რა სიკეთები აქვს ხელი წერას პურცელზე და ნუ მე მთელი ამბები კიდე და ნუ ეს ხალხი რომ თვითონ ხაზავს ამას და რომ ნახავს რომ თქვა როგორია ფურცელს რომ ხელს მოკიდებს მაგალითად აი ხო აგერ დათო შუღლიას რომ მაგალითად პირველ ესე 21 იანვარს ღამე 2-ის 20 წუთზე საუბრობდით მთელი ამბავი ქონდა და დაწერა თავისი ლექსი რომელიც აღმოუყურება ერთენად იკითხება ხო და ეს უკვე ისტორია დარჩა ნუ დათო მთელი ამბავი ხო და ამიტომ გარდა დღიურებისა რაც იწერება ხო ამის გარდა შეიძლება აი რო აცდებინებ ადამიანს 1-2 შეუძლებელია იმას თუ თავის საკუთარი თავი უყვარს ცირედით მაინც შეუძლებელია რომ აი ამის გამეორების სული არ ქონდეს რა რომ აი რა სიამოვნებაა ეს რომ თუნდაც აი არ არის უცბად დღიური აი დღის გეგმა ამ ჯიბის საწერია კი მე მაგალითად მართლაც ჩემთვის არის დილის მედიტაცია სულ ეძახი რა მედიტაციურია რა რომ ვიღვიძებ ყავა და ბლოკნოტი და დავგეგმე დღე ეგ არის ჩემთვის რაღაცა ისეთი დასაწყისი რა ტრადიციული და მე ხანია შენეგრე ხარ მე ხო წლები როგორი შეწუხებული სახით ხარ შენ ამას ჩემი შურს სულ აიყვა ჩანსი არა რომ ისე შევხვდეთ ერთმანეთს რომ ეგ ფრაზა არ მითხრას რომ შენ წერა აგენაღლება წერალი ხარ ბევრი გაქვს აწე აუ მე არ ვამტკიცებ იმას რომ ბლოკნოტი გამოგიგზავნის შეტყობინებას რომ 9 საათში გაქვს შეხვედრა არა მაგრამ მე ვამბობ რომ დაწერ არ და გავიწყდება არ გჭირდება თორე მაგაში ვერ შეეჯიბრები ხა გაჯეთს ხა მაგაზე არ არის მაგრამ ადამიანი ხო არ არის მარტო ეგ არსება რომ მარტო პრაქტიკული არსებები ხო არა ვართ ჩვენ ხო ესთეტიკა ემოცია მამს მოთხოვნილება და ეს ბუნებრივად გაქვს რა და როგორც კი უბრალოდ ამასთან ბრუნდები რაღაც ეტაპზე იქნებ ხვდები როგორ გეკლდა რა და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგიტო ვამბობ ხოლმე რომ ნუ დაელოდებით იმას რომ ადამიანს არ ჩემშურს არ უყვარს ხელით წერა მაგიტო უნაჩუქო რომ არ უყვარს რომ შეუყვარდეთ და შეუყვარდეთ ანუ იმას ნუ უყურებთ რომ იმას არ უყვარს ბლოკნოტი და კალამი ანუ ოღონდ კარგი აჩუქე იმიტომ რომ ის კარგი იწვევს მე მაგას რომ ვახ მოიცა ერთი წამი გავუსვა რანაირი გზნობაა და всё უკვე შიგნით ხარ და ეხა ნუ რა თქმა უნდა ეხა 100-დან 100% არაფერში არ არსებობს ხო ვიღაცა იქ ფიდბექები რომ ედის ხოლმე თანატოლს რომ შეხვდება იმ დღეს იყვნენ რა ჩემი მეგობრის ბავშვი ამოსული და ეს იცი რა მაგრა წერთ აწოლა არ უნდა გეუბნები ხა არაფერს არ ვიგონებ აი რო უსმენ მეთქი ვახ ეს ნახე ჯერ მარტო რამდენს ნიშნავს რომ ეხა რომ გაიზრდება წარმოდგენა აქვს შექმნილი ანუ რაღაცას რომ დაინახავ არ ეუცხოება ხო ეხა ჩვენ თავობას და წინა თავობას არ უყურს ყველა ამ წვერით წერდა და ნუ იმისთვის პირიქით მოსაბეზრებელიც ხო იმიტომ რომ საშინელი ინსტრუმენტი იყო და დღეს ეხა თანამედროვე ბავშვებმა შეიძლება რომ დაინახონ ეს ჭავლური კალამი წვერით საერთოდ რა არის რაღაც წარმონაქმნია რაღაც ბიჭო ისედაც სხვათა შორის რა არის ცი აი ეგეც არის მომენტი რა რომ მაგალითად რომ მედიხარ შეხვედრაზე და მოიღე ბლოკნოტი ან მე ჩემ ძალიან ხშირად ხდება ჩემ შემთხვევაში და კალამი რა და ეგრევე იწვევ ინტერესს რა ხო ხდები ან დღეს ვეღარავის ვეღარ გააკვირვებ ვერანაირი გაჯეტით რა რაც არ უნდა დადო მაგიდაზე რავი აი რომელი აიფონით უნდა გააკვირო ვინმე რა მაგრამ ეს კალამი ეგრევე იწვევს რაღაც გაშინაურებას რა რა მაგარია მოიცა აი მიგინდა ცადე და აი უცნობ ადამიანებთან უცბად მიჩნდება ხოლმე რაღაცა ის რა ქვია თამაშში შევდივართ რა ამის საშუალებიდან ეგეთ რაღაცებს გაძლევს რა რაც არ არის პრაქტიკულობის ხრივ ასაწონი მხოლოდ კი ეხლა ამ ექსპედიციებში ყოფილა ერთ-ორჯერ კახეთში მომიზია ეგეთი მეგან ეგეთი შემთხვევა არ მქონია საექსპედიციო დღიური მაქვს ის ცოტა დიდია რა დიდი ფურცლით იმიტომ რომ თქვა ფოტო ჩავაგრა და მთელი ამბავი და ხო და ზოგადად იქაც ამ ჭავლური კალმით წერდა ხო და ჯერ გაოცება ესეთებით კიდე წერენ რაღაცა და ამას რადგან ვიყავით და ეს წერდა ისე მოხდა რომ გადამოვიდა რომ მე ნახავ თქვა მელანი იყო თუ არ იყო და რა და გამეთავდა მელანი რა და აღარ წერს და ხო და ორნი იყვნენ რა და ეს თავზე მათგან და ჩაულებრივი არ წავა მე ვთხარი რა ვიცი როგორ არა მე ვთხარი ანუ უბრალოდ ავიხერდი ეგრე და მე ვთქვა რომ საქმიანი ხალხი ემაგით წერს საქმიანი ხალხი ემაგით არა კარგია
კაი რამე ხო ხშირ კიდე არის. ხო რა ეგრევე აჩენსავ დამოკიდებულებას რა და მე ძალიან მე გაახლოს ემოციას აჩენს რა და ეს ემოცია მე ადგილს ხდის უკვე ადამიანებთან ურთიერთობას რა და შენი პრაქტიკა რო აი დილით წერ ხოლმე თუ ღამე ხო მე ესე არა მაქვს თქვა ანუ რუტინად სამწუხაროდ არა მაქვს ქცეული ხანდახან იმას რა ქვია ამ შემდგიურების ესე იწყება ხანდახან რომ შეიძლება გავიდეს 2 3 4 დღე ისე რომ ვერ მიუბრუნდა ფიზიკურად იმიტომ რომ მე ვთვლი და ნუ ასეც არის ალბათ პრაქტიკული რომ დაჯდების საწერად ანუ ეს არ უნდა იყოს გადაღლილი და ნუ უფუნქციო აღარ უნდა ფუნქციონირებდეს რაღაცა რომ გაიხსენო კიდევაც რაღაცა ის ამიტომ მაქვს რაღაც კონკრეტული დღეები ნუ საშუალოდ მაინც გამოდის კვირაში მაინც წერ ალბათ ყოველ მეორე დღეს ყველა ვარიანტში თუ რამე ისეთი არ მოხდა რომ თქვა გადაება რომ ვერ დავწერე მაგრამ არის შემთხვევები რომ თქვა რაღაცა მოხდა ხო ისეთი თემა რომ თქვა დეტალიზებაა საჭირო იმ დღესვე ან პირველივე შესაძლებლობა რომ მომეცემა რომ ამოვიღო და დავწერო ამიტომ სულ თან დამაგდო რომ რაღაც მომენტი რო იყოს ეგრევე დავიწყო წერა ხო ისე რომ თქვა რამე რუტინა თქვა სამწუხაროდ არა მაქვს ხო თორე დანარჩენი ნუ შეგვიძლია რუტინად ჩავთვალოთ ყოველ მეორე დღეს მაგას არ შეიძლება ეგეც რუტინაა კი რა ან თანმიმდევრულობას ეგრე მნიშვნელობა არ აქვს თავარია რომ არსებობს შენ ცხოვრებაში რაღაც პერიოდი თავიდან ვფიქრობდი რომ მე კაცო ეხლა აწყოს კი მიუყვები რა ქვია რაღაცა და ყოველ მეორე დღეს ეგ მყავს ყოველ მეორე დღეს რამე ისეთი არ მოხდეს მე და მე გამახსენდა რომ წარსული ამბები მაგის ძალიან კაი საწერი და მე ხანდახან ისეთი რამე თუ არ მოხდა მე რაღაცებს ვიხსენებ და ეს არის ხო სწორედ ამას შორის ვეფხისტყაოსნის გადაწერის ინსპირაცია ხო და თვითონ წერს და ისე ლამაზ აწერს მე დაწყებული გავაუქმე და ახლენ დავიწყე ხო იცი იმიტომ მე ვნახე ბოდიში მაგათეს რომ გაწოდებ შენ რომ აჩვენე ტორესას ნაწერი შენთან რო ვიყავ ხო ის ხო საოცრება აი ჯერ მარტო როგორი საჩუქარია ეგ აბა ღმერთო ჩემო ანუ აი საპატიო ჩემთვის საპატიო საჩუქარია ხვდები ადამიანის ხელით დაწერე ანუ და ნახე ვეფხისტყაოსნის რა დავიჭირე რა ეხა სანდრო ბიჭო დავწერე რა ეხა არავინ ავტომატით არ მადგას დავწერო დღეს დაწერე ხვალ დაწერე რა შვილი მეზრდება სიტყვაზე და რა იცი როგორ გაუხარდე შეიძლება მე იქნებ ლამაზი ყდაც მოუფიქროთ ხო ვფიქრობ და ნუ ჩემი გადაწერილი იქნება მაგრამ ჯერ გავიმეორებ კიდევ შოთას ეხლა არ მომბეზდება არასდროს ხო მაგას აქვს ფასი შეიძლება ხო დაწყებული მქონდა და ესეც წერს რა ხო და იმ დღეს ჩამიგდო სკრინი და ისე ლამაზად წერს ეს ფერებში აქვს გამოყოფილი სტროფების ნუმერაცია რომ ეს გადავაგდე და ახალი ავიღე ცუდი საქმე გაუკეთესი ნაუნჯი და გაახსენი ლეპტოპი და ისე მოაქვს მე ჩემ თავზე ბრაზობდი კაცი მწერალია კითხე როგორ და იქნებ რა იდეას გაწეს იმიტომ რომ აი ფანტაზიის ამბავია ეგეც რა ხო ანუ რა გეჩქარება რომ ის სტროფები ისე აქვს გამოკვეთილი სხვადასხვა ფერებში სხვადასხვა ნუ ამას ხო შეუძლია საერთოდ 6 კალმით წეროს ერთ დღიურში 1 საათში ბრავო აი შეუძლია რომ 1 საათში და გამოიყენოს 6 არა მაგრამ 3 კალამი შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს რა და სასწაულია იმიტომ რომ მე ვერ ვიყენებ ეგრე მაგრაოდენობით რა მე თამაშობ ხოლმე რა ეგ არის თამაშის მომენტი არა ეხლა გადაწერა არის მედიტაცია ჩემთვის და ეგ საერთოდ შემთხვევით მოხდა რა ჩემს ხوار დედაჩემს დაბადების დღე მოდიოდა და ფიქრობდი რომ რა ვაჩუქოთ ხო რა და რაღაცა ისეთი მინდოდა რომ ყოფილიყო მისთვის ფუნქციურიც და თან ეგ ემოცია რა რომ ჩემი ხელით ხო ხდები ის ილუზია კი არ მქონდა რომ ლამაზად ვწერდი არ ვწერდი ლამაზად მე ყოველთვის ცუდი კალიგრაფია მაგრამ ბევრს რო წერ საერთოდ კალიგრაფია გიბუჭდება რა ეგ ბუნებრივია არა ცუდად არ მახინჯად არ წერ ხო და არა მე კალიგრაფიული ნამუშევარი არ არის რა თქმა უნდა მაგრამ და ვიფიქრე რომ მოდი მეთქი სალმუნებს გადავწერ და ნუ დედაჩემი ყოველდღე კითხულობს რა სალმუნებს და ნუ თან ეს საჩუქარი იქნება თან ემოციურია და მაგით დავიწყე და ამას რომ შევყევი მივხვდი რომ მაგარი ის არის რა აი როგორ თქვა თერაპიაა რა ანუ სიხარ აქ ხარ თვითონ მონას საკეთებ მე ხატო არ ვიცი თან და სუმაქო მე დანაკლისი ეთყობა რომ აი ჩემ თავთან ესე რაღაცასთან ესე ახლოს ყოფნა კიდე სხვანაირად ასვენებს რა ტვინს და დავიწყე და პირველი იყო ეგ სალმუნები და მე ვეღარ გავჩერდი კაი მე რა სხვა რაღაცა გადავწერე ეხა ვეფხისტყაოს არზე მე მივხვდი რომ კიდე ბევრი რამე მაქვს რიგში რა და ეს აკეთიკეთ ვიღაცებს შუქნი რა და ეს უკვე ეს არის ძალიან პერსონალური საჩუქარი გამოდის აი ხო წარმოვიდგინე ვეფხისტყაოსანი რომ გადაწერო და ადამიანს აჩუქო ხო შეიძლება ნუ წახვიდე ან იყიდო ან რაღაც YouTube-ში მოусმინო რა რამხელა მნიშვნელობა ჯერ ყველაფერს თავიდან ადამიანმა ეს რო გააკეთა, აი რაც არ უნდა იყოს. აი როგორც ამას ცუდად გადაწეროს. ხო, ცუდად გადაწეროს, რაც არ უნდა გადაწეროს, რო დავიწყოთ აქედან. აი ეს რაც გააკეთა, ამაში დახარჯა დრო.
და აი ამას გაზ ჩუქნის ყველაფერს თავი რო დაანება იმას ყველაფერი ემატება ღირებული მაგრამ დრო რომელიც არის შეუფასებელი დრო ხო შეუფასებელი საგანძურია თან აი ამას რო ჩუქნეს ადამიანი და აი არ ვიცი ხო აი ისეთ და შერლოკ ჰოლმსი გაჩუქე ხო შენ სანდრო მარჩენ შერლოკ ჰოლმსი ხო თუ დიკენსის იყო თუ რაღაცა არა შერლოკ ჰოლმსი რა დიკენსი რა მახსოვს არ ვიცი ხო და სანდრო გადაშავა და გაგიშდი და ნუ მე გავგა აი ეს არის აი უძვირფასე საჩუქრა ხო რეალურად სანდრომ იმ დღეს აღმოაჩინა კალმების სამყარო ჩემთან მოყვარი არ უწევდა ჩემთან და ესე იგი ნუ ადამიანი გაოცდა რომ ეს რა სიღრმე ყოფილაო რა ნუ კი ვიცოდიო მაგრამ ამ დონეზე არ ვიცოდიო და იმის მერე ასე ვთქვათ ჩვენი კლუბის სრულ კი ფანტასტიკური რომ მე ვაგროვ ყველაფერს აბსოლუტურად რამეს ძველი და საინტერესო რამე თუ და ყველაფრის პატარ-პატარა კოლექცია მაქვს რა ისეთების მაქვს ვთქვათ რასაც ძირითადად ვაგროვ მაგრამ პატარ-პატარა ხო და ყველა კოლექციონერს პატივს რა ძალიან დიდ პატივს იმიტომ რომ ნუ მაგათ სხვანაირი ხედვები და ამბები სანდროსთან რომ მოვხდი იმიტომ რომ რაღაც პატარა პრობლემა მქონდა კალამზე ნუ მივედი სანდრომ რაც გულია უმაღლესი სტანდარტები და პროფესიონალიზმი ამას უმკურნალა ხო და სანდრომ ესე იგი დამათვალებინა მისი ეს რა ვიცი ეს ნაღვაწი ავლადიდება თუ რა ну ай პირი მქონდა ღია რა და უწევ აი ამ სამყაროზე სასაუბროდ იკრებება 2 გრანდი და მე მეპატიჟები ამ დროს ისი როგორ მეთქი ვაი ხო და აი ესეთი ფანტასტიკური მე აღმოჩნდა რომ მეუღლეს კოლექციონერი ხო გავგიდი მეთქი აი ნახევარი ზაგაროს უღელტეხილიდან წელს რო გადმოდიოდი სვანეთიდან ნახევარი ზაგარო წამოიღო მე მგონი ნახელაში უკან გვეყარა ხო ნუ ის სიგიჟემდეა სვანეთზე შეყარებული იმ თემზე თან ეს ქვებს რო აღმოაჩენს ხოლმე და მაგრამ ისეთ კარგი ქვები კი აქვს უნიკა ქვებია ნუ ზაგაროზე ვარ ნამყოფი მისას საერთოდ დამიხედო ხელი წერა ოღონდ ის ტორესამაც იქონია მასზე ზეგავლენა ხა მაგრამ ყველაფერს ხელით ინიშნავს უკვე რა ნუ აღარ ბურთულიანზე არის ჯერ ყველაფერი გრომოვა არის აღმოჩენის ამბავია რაღაც ეტაპზე აუცილებლად ოღონდ კარგი ბურთულიანიც აქვს კარგი ბურთულიანი არაფრით ნაკლები ხო მაგრამ ნუ თავარია რომ ხელი წერას დაუბრუნდა ნუ პირველი ეტაპი ხო ეგ არის და რაც შეეხება ხა წინა თემა რო გავაგზავნო ხა ამას კრიტიკოსები არ ელევა მაგრამ აი ამდენს რომ წერს ხა მე აი თამამად განვაცხადებ ამას რა თამამად განვაცხადებ სანდრო რომ უნდა წაიკითხო შენ ამის სცენარი. აი ზოგადად რა სცენარი ანუ მე პრაქტიკულად რა არის ჩემზე არ არის შენზე კი არ არის მაგრამ გარდა იმისა რომ ნიჭიერი ნუ არის და მწერალი რომ არის მაგრამ ეს ყოველდღიური ამის მე ხო ვიცი რა განაპირობებს ამას ანუ ამას ამბობს ხოლმე ყოველ სწორეს რეალურად და ამას განაპირობებს რა რომ კითხვა და წერა ანუ პრაქტიკაში ეს მოდის მე უკვე შენ ფანტაზიაში და ამას წინათ რაღაცა მანუსკრიპტის ის არის მოკლედ საიმიჯო ვიდეო უნდა გადავიღოთ აი ბიჭებთან ერთად სხვათა შორის და სცენარი დაწერა გარჩით რო წავიკითხე გეფიცები აი დამეთანხმებიან ბიჭებიც ახლა ხო ჩაუგდეთ სცენარი და წაიკითხეს ну გიორგიმაც ხო და ეგაა რომ ფანტაზია მოდის რა პრაქტიკით ყველაფერი არის ვარჯიში ახლა მე შორს ვარ იმისგან რომ ამის განსაკუთრებულს ვაკეთებ ჩემი ხელობაა რა და ხე როცა რაღაც არის ჩემი ხელობა წერა ჩემი ხელობა შესაბამისად ყოველდღე თუ ვაკეთებ ну პრაქტიკა მოდის რა მე და ეგ არის ხა ვიღაცისთვის ხელობა, ვიღაცისთვის ჰობია, ვიღაცისთვის სიამოვნება, მაგრამ როგორ გაამარტება ყველაფერი? ნუ ესეც უნდა იყოს, სვანაერად არც იზავდა, მაგრამ ფრიანობაში არის სიამოვნება რა. ჩვენი ამოცანა ეგ არის, რომ ეს სიამოვნება გაუზიაროთ. საერთოდ ყველაფერი იქიდან დაიწყო სიმართლე რომ ვთქვათ, რომ მე სულ მქონდა კომპლექსი. რისი ეხა რომ ეხა ნახე ჩვენთან ღარიბი ქვეყანა ვართ რა და ადამიანი გვიჭირს ყველას და კალამი არ არის ნივთი, რომელიც შეიძლება სერიოზულად აღიქვას რა ადამიანმა. ნუ მიჩვეულები ვართ, რომ 20 წელს გადაიხდი, $2 გადაიხდი, მაგრამ ნუ 10 ლარი უკვე ზვირია რა. და მე როცა რაღაც მომენტში კარგ კალამს რო გიჭირავს და ვიღაც რო გაიგებს ამის ფასს, ნუ მიყურებდნენ ხოლმე გიჟივით რა. და სულ მეგონა და სულ ესეთ ავდიოდი ჩემთვის და არ ვამბობდი რომ რაღაცა ანუ ცხენოდა რაღაც თვალსაჩინო. და მე მივხვდი რომ ნუ ახლა რატომ ცხენია რა, ახლა მე კალმები მიყვარს და ვიღაცას რავი მანქანები მიყვარს და რა განსხვავება ეგრე რო შეხედო, ხო? და თან მე უცბად აღმოვაჩინე რომ თურმე მარტო არ ვარ. უბრალოდ თურმე ყველა ესე ვართ რა ჩვენ რაღაც იმაში რომ გიჟებად ვიყურებენ და არც ერთი გიჟები არა ვართ რა და მე აღმოვაჩინე თანამოაზრეები და თანამოაზრეებს რომ აღმოაჩენე ეს გაძლევს მე ამ ძალას და მე ხვდები რომ კაცო რატო არის ცუდი მოდი ამ მე ჩემი ინსტინქტი არის რომ სიამოვნება გავაზიარო მე გამზიარებელი ადამიანი გაზიარება მიყვარს ხო და
რატომაც არა რა. გაზიარება ზოგადად ყველაფერში კარგია. ხო, თან მით უმეტეს საქმე ამ შემოქმედებას ეხება. არამედ ხო, ეხა შორს რო წავიდეთ, გაზიარებას მოაქვს ყველაფერი ხო, რეალურად. აბსოლუტურად. შეიძლება აგარიდოს მომავალში პრობლემებს, შეცდომებს, გააჩნიეს გაზიარება რას მოიცავს, ხო, საქმის მიმართ არის, პირადი გამოცდილება არის, რაც არის, ნუ მე მგონი გაზიარება და მეგობრობა პლუსი არის რა. კი, რა თქმა უნდა. არა, თან რა არის, კიდე მე ძალიან წარეთ მახსოვს ეს პერიოდი, როცა აი მაგალითად არავინ არ მყავდა რა, ვისაც შეიძლება აზრი მეკითხა და თან კალმები ისეთი ინსტრუმენტებია რა, როცა პირველად დგამ ნაბიჯებს ეხა შენ გაგიმართლა რომ სანდროსთან მოხვდი. ხო და რაღაც შენ კალამს უშველა და ჩემე ვერ მოხვდი სანდროსთან, ჩემი პირველი კალამი რო გავტეხე და იყო დიდი წრებლების ვარვარი. არ ვიცოდი რა მეკნა. და ეგ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და ჯგუფიც გვემატება ხალხი რა თქმა უნდა. და მოგეუბნები მე ვიყურებ ხოლმე იქ მე ფოტოები იტვირთება, იქ მე რაღაცა ფურცლები იზის და მაიმები რაღაცა აი ამ ლომებში რო ხარ მოხვედრილი. არა. გომროფ ეხლა რასაგვირველია გასცოდა ხო? მოვალ თქვენამდე. ნუ იცი რა არის აი ეგ არის ხო რომ მე მარტო კალამი არ არის რა მე რამას მოყვება მელანი ფურცელი ეს აი ხო სანამ სამწუხაროდ მაყურებლები მე ისინიც გაიგებენ და იქნებიან ამ საინტერესო ისტორიის მსმენელები სანამ პოდკასტი დაიწყებოდა ხო ანუ იმდენად კონტექსტია აი ყველაფერი მარტო აღებული არც ფურცელია არც კალამია არც ის აი იმდენად კომპლექსურია და თან კონტექსტია გასაგები რომ აი ტორესა ყვებოდა ხო აი იტალიის თერო ამ მე-13 საუკუნე მოყოდა არ დავასპოილერებ არავის მაგრამ აი როცა მოყვება ამას გადაცემაში ალბათ მოყვება ყველა მიხვდება აი რამ ხელა ამ ბავშვი რა ამბავი ტრიალებს თუნდე და რამდენი რამეა დამოკიდებული აი ამას რა მარტივ ამ მარტივი ვიტებ რომელიც რაღაც შეტყობინებას არ გამოგზავნოს რომ ნახევარ საათი შეხვედრა ხო, ნუ მაგაზე საერთოდ მარტივი პასუხი არსებობს, რომ როგორ შეიძლება კალმის წარმოებული კომპანიები არსებობდნენ 100-150 წელი თუ მომხმარებელი არ ყავს და ნუ ვერ თან ვითარდებოდეს 150 წელი იყო თან ვითარდებოდნენ, ხო? ნუ წარმოუდგენელია, ნუ ბიზნესებადაც რო გადავხედოთ შეფასებებს, ძალიან ძვირადღირებული შეფასებები აქვს, ეგ ChatGPT-საც რო ვკითხოთ, მოგცემს ციფრებს და თავად დარწმუნება ყველა და შესაბამისად რა თქმა უნდა, რო არ ყავდეს ამას მომხმარებელი და მიმდევარი და თან ისეთი კონტინგენტი მიყვება, რომ ზოგი კოლექციონერია, ზოგი დოქტორია, ზოგი ექიმია, ზოგი ის არის, ზოგი მწერალია, რომ ნუ ძალიან კარგი და ამ ჯგუფშიც ერთი პლუსი ეგ არის, რომ თან ნეტვორკინგიც იქრება რა. ხო, ის არის ადამიანს უფრო კარგად რო გავაგებინოთ, მოკლედ ჩვენ გვაქვს WhatsApp-ში ჯგუფი, სადაც კალმების მოყვარულებს ვამატებთ და გვემატებიან და ვეპატიჟებით, სადაც ვუსულით ხოლმე ერთმანეთს გამოცდილებას მეილნებზე, კალმებზე, ფურცელებზე, მე შევითხოვ რაღაც ახალს დავწერ, შენ შეითხოვ რაღაც და ესე ერთმანეთს აღმოჩენებს უზიარებთ რა და ეს თან ახალბედებსაც ეხმარება, რომ სწორი მელანი იყიდონ, სწორად განსაზღვრონ, მაგალითად მედიუმ წვერი გიყვარს თუ F წვერი გიყვარს. ეს ნიუანსები მე საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე. აი ხა მაგალითად იმ დღეს იყო და მე მგონი გიორგისთან დიალოგში ლაპარაკობდით მაგას რა, რომ როცა ნელა წერ, აი მაგალითად კალიგრაფიულად ლამაზად კიდე დაწერო, მაგას ხო ნელა წერ რა და აი მაგ დროს მაგალითად F წვერს საკმაოდ ბევრი მელანი გამოაქვს რა ფურცელზე. მაგრამ როცა გაკვირით წერ ის F წვერი უცბად შეიძლება გახდეს ძალიან წვრილი. კი, ხო. იმიტომ რომ სწრაფად წერა და ეგრეთ წოდებული ink flow მოაკლეს ან მოკლდება. და შესაბამისად ერთი და იგივე კალმით წერ ხა შენ ხო იცი რომ ესეც ამ კალმით დაწერა და იგივე წვერი აქვს რა, მაგრამ აქ უფრო მსხვილია ხაზი და აქ უფრო წვრილია რა. და ეგეთი ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია მე საბოლოო ჯამში შეიძლება ეგ ასეთ რაღაცებს ვაზიარებთ ხოლმე რა მაგალითად ამ კალამში ეს მელანი არის ეს fountain pen network-ი არსებობს ესეთი ფორუმი და იმის პრაქტიკა გადმოვიდა ეს რეალურად ნუ უბრალოდ უფრო ვიწრო არის ახლა ჩვენთან სეგმენტიც და მაგრამ ეს უფრო კარგი ძალიან დიდი ფორუმი არის ხო ხო ეხა იქ ბევრი ისეთ რაღაც იწერებაც ჩვენთან ხელმისაწვდომი არ არის ეხა ელემენტარულად იქ შეიძლება დაიკარგო რა ეხა უამრავი მელანია მაგალითად რომელსაც აქ ვერ იყიდი და ჩვენ ისეთ გამოცდილებას ვაზიარებთ რომელიც ჩვენ კონტექსტში გამოსადეგია რა ასე ვთქვათ და პრაქტიკულია ხო შეიძლება გამოიყენდა მოკლედ იქ ისეთი არის მართლა რა თუ კარგად ცოდნა არა გაქვს ვერ გაიხარებო რა რო არის ნათქვამი იქ ვერ გაიხარებო არა იქ ეხა მე ჩემ პირველი დამშვიდება რომ ანუ აი მართლა არ გავგიჟებულ ვარ და რაღაცა იყო ეგ ნუ იქ აღმოაჩინე რომ ჩემზე შეშლილი ხალხი არის ბევრი თან ან მე არა ახლოსაც არ ვარ ჩვენ თურმე არანაირ იქ ახლოსაც არ ვარ ეხა ეს უკვე საშიში ტენდენცია
იქ ხალხი წერს ექსპერიმენტებს ატარებენ ტიპები, აი პროსტ გაგიჟდნენ. მე აუცილებლად თავში, რომ კალმით ეს. ორი მაქვს შენახული. ერთი არის 156 აღწერა, აუცილებლად მაგას ჯგუფში ჩავაგდებ და უბრალოდ წაიკითხეთ რა. უბრალოდ ეგ შენახული მაქვს და უნდა ჩავაგდო და აი წაიკითხეთ. მე სამეცნიერო კვლევა აქვს რა, ასე მე მგონი თვითონ მონბლანში ვერ დაწერენ მაგ სტატიას ეგ. იწყება გავაკეთე 1.5 ბრუნი. ანუ ისე მოიხსნა თავსახური, ამ ჯერ აქედან იწყება რა. ანუ ხალხს რო გონია რომ აი ესე იკეტება და ამას ყურადღებას არ აქცევენ, ამას ყურადღება ექცევა ნახე. ოპა. აჰა. ეს ბრუნი რო აკეთებ, პრაქტიკაში მნიშვნელობა აქვს რა. და იქ ლოგოდან და იქ სადაც ნუ სასწაული აღწერა არის და უნდა ჩავაგდო მე და უნდა საინტერესოა. ხო აი რა, იმიტომ ხელოვნებაა. ხელოვნებას ქმნის და თვითონ თავად ხელოვნებაა. ხო ისეთი ნიმუშებია დადებული ფერები, დიზაინი, სანდრომრეები მათ ჩვენ ახმერთო ჩემო. აი ეს რაღაც უნიკალური limited edition-ები რომ აი. ისეთ როგორ უნდა წერო მე ეს ვერ წარმოვიდგენია, უნიკალური რამეა რა. გამოცდილებაში უკვე წერის გამოცდილებაში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ამაზე შეიძლება ადამიანმა ვერ იფიქროს, მაგრამ აი მაგალითად რა ზომაა წვერი? ზომაში გულისხმობ არა F და M-ს, ანუ ხაზის ზომას კი არა, თვითონ წვერის ზომას, იმიტომ რომ ამას სხვა დრეკადობა აქვს, დიდ წვერს სხვა დრეკადობა, ან აბსოლუტურად სხვადასხვა. მე წამის ბალანსი კალმის თვითონ წონა, ამას უკარო გაუკეთებ ეს წონის სიმძიმის ცენტრი სად მიდის. ან ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. იმგა და შენი ხელის ზომა როგორი. იმიტომ ერთი და იგივე კალამი შეიძლება აბსოლუტურად სხვა გამოცდილებას აძლევდეს ორ სხვადასხვა ადამიანს. იმიტომ რომ ხელის ზომა და განსხვავებული ელემენტარულად. და აი რავი, თან დიდი საინტერესო საუბარი. მოკლედ ამაზე ჩვენ ალბათ იგივე ფრაზით მომთავრებთ, ვერ მოვრჩებით. და რაღაცა თუ არ დავალიმიტეთ, არ გამოვა. მე და თორესა რომ დავჯდებით ხოლმე თუ მარტო შევიხარეთ თან. აი დამსწრე თუ არავინ არ გვყავს რა, ან ჩემთან ან მასთან. აუ არ ვიცი, დრო აი მივედი 6-ია, რაღაცა წავიხემსეთ, დავხედავ საათს და 12. და ნუ უნდა წავიდეთ მე და იქაც ეგრე მემშვიდობებით, როგორც ახლა აქ გემშვიდობებით, ყოველას რომ ამას ხვალამდე ვერ მოვჩებით, თორეს და წავიდეთ დავიშალოთ. ერთხელ ხადეთ აბა და ხვალამდე ილაპარაკეთ. ერთხელ კი არა რომ მოვადრო, ლაივს რო ჩავრთავთ, შეიძლება მართლა მეგრე სხვადასხვა ნალდის არ ქონდა 8 საათიანი ლაივი თუ 9 საათიანი ლაივი და ნუ იქ თემები იყო ისეთი რომ ამოუწურავია ეგ არ არის. სანდრო ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარე შენი გამოცდილება. მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენ ვიმყოფებით კაფის ამკაულში და დიდი მადლობა კაფის ამკაულს ამ სივრცის გაზიარებისთვის და ამ შესაძლებლობისთვის რომ ვისაუბროთ ჩვენ საყვარელ თემებზე. ასევე შეგახსენებთ რომ შთამაგონებელ პოდკასტს წარმოგიდგენთ მაღაზია ინგრევერი და მანუსკრიპტი, პირველი პრემიუმ კლასის ქართული ბლოკნოტი და შემდეგ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.